თბილისის მე-17 ჯაზ ფესტივალი გრძელდება მეორე საფესტივალო დღე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კლარნეტის ანა კოენის ბენდმა გახსნა მსმენელის წინაშე წარდგა ასევე ქართველი ჯაზ შემსრულებელი გიორგი მელიქიშვილი, რომელიც სპეციალურად თბილისის ჯაზ ფესტივალისათვის თავის პარტნიორთან ერთად 20 წლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ფესტივალი კიდევ 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 27 ოქტომბერს დაიხურება. ეს არის დიდი ვარსკვლავების ჯაზი. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ მუსიკოსებს ვუსმენ თბილისში. ჯორჯ მელი ჩემი ძველი მეგობარია ბერკლის კოლეჯიდან და დიდი სიამოვნებაა ვიყო აქ ჩემს ძველ მეგობართან ერთად ნიუ-იორკიდან. დღევანდელი საღამო არის ფანტასტიკური. ძალიან მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ეს მთელი ეს წლები, რაც ჩემი ფორმირება მოხდა ნიუ-იორკში როგორც მუსიკოსის და როგორც ჯაზ შემსრულებლის და ძალიან მოხარული ვარ ესე დაემთხვა რომ ეგეთ შემადგენლობასთან ჩამოვედე. მნიშვნელოვანი საღამოა და ენერგია და სითბო და ემოციური გახსნილობა ქართველი მსმენელის ვიგრძენით აშკარად და ჩვენს შევეცადეთ რომ ყველანაირად გაგვეცა უკან ესე. მაყურებელი რომელიც შემორჩა განზომგვიანი დროს მიუხედავად ძალიან ყვაყოფილი დარჩა და მოხარულები ვართ ეს წარმატებით ჩატარდა მეორე დღეც. დავშვა კიდე 3 დღე წინ ცოტა ბილეთებიც და ძალიან თუ არ იჩქარა მოსმენელმა შეიძლება უბილეთოთაც დარჩენ შემდეგ დღეებში.